გამარჯობა მეგობრებო. Აი მეც დაუბრუნდი ქართული ამბების მორიგი ეპიზოდით. მადლობა თითოეულ თქვენგანს თბილი კომენტარებისთვის და ვიდეოს მოწონებისთვის. გამოიწერეთ არხი და გავაგრძელოთ მეგობრობა. მადლობა კროკოს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღესაც ძალიან საინტერესო ამბები მოგიმზადეთ. ლავრენტი ბერია ქართველ მწერლებზე. საქართველოს კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია. ბერიამ ყრილობაზე არც მეტი არც ნაკლები ქართველ მწერლებსა და ლიტერატურაზე ისაუბრა. რასაკვირველია თავიდან ბოლომდე არ წაგიკითხავთ მის გამოსვლას. მხოლოდ იმ ადგილებს, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ქართულმა საბჭოთა ლიტერატურამ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირის მოძმე რესპუბლიკების ლიტერატურებს შორის. განსაკუთრებული როლი საბჭოთა ლიტერატურის განვითარებაში შეასრულა ამხანაგ სტალინის ინიციატივით მიღებულმა დადგენილებამ ლიტერატურულ მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ. სტალინის დამსახურება ყოფილა ქართული ლიტერატურის განვითარება. საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში განაგრძობდა ბერია. არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას. პროლეტარ მწერალთა ქართულ ასოციაციასთან ერთად ქართველ მწერალთა წრეში არსებობდა განსაკუთრებული ჯგუფები: ცისფერ ყანწელები, აკადემიური ჯგუფი, ლეფელები. ცისფერ ყანწელთა ჯგუფში შედიოდნენ იაშვილი, ტაბიძე, გაფრინდაშვილი, ლეონიძე და სხვები. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ 1916 წელს ჩამოყალიბდა. სახელწოდებას ცისფერ ყანწელები გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა. მაგრამ ეს დევიზი ცხოვრებაში, ქეიფსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა. სიცილი დარბაზში, ასე წერია ოქმში, დაუხოცია სიცილით ბერიას ყრილობის წევრები. ცისფერ ყანწელების წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფები დაიშალა. უკანასკნელ ხანებში მათი შემოქმედებითი საქმიანობა უკვე სოციალისტური მშენებლობის თემების დამუშავების კუთხით გაიშალა. ნეტა რატო შეიცვალა, თქვენ რას ფიქრობთ? ვაგრძელებ. აკადემიური ჯგუფი უკიდურეს მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა ქართულ ლიტერატურაში. მასში გაწევრიანებულნი იყვნენ შემდეგი მწერლები: გამსახურდია, აბაშელი, ქიქოძე, ინგოროყვა და სხვები. ამ ჯგუფმა გამოსცა ჟურნალი კავკასიონი, რომელიც მიმზიდველ ცენტრად იქცა ანტისაბჭოთა შოვინისტურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილისთვის. მაგრამ სოციალისტური მშენებლობის წარმატებების შედეგად ეს ეგრეთ წოდებული აკადემიური ჯგუფიც დაიშალა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი აბაშელი იწყებს აქტიურ საზოგადო საქმიანობას და არც ისეთ ცუდ ლექსებს წერს საბჭოთა თემებზე. ჯგუფი ლეფელები 1924 წელს ჩამოყალიბდა. მასში შედიოდნენ ჩიქოვანი, შენგელაია, ასათიანი და სხვები. ისინი დამახასიათებელი აბდაუბდისგან გადავიდნენ საბჭოთა ლიტერატურის იდეურ პოზიციებზე და ამჟამად ქართული ლიტერატურის მოწინავე რიგებში იბრძვიან. შენგელაიამ რამოდენიმე მოთხრობა სოციალისტური მშენებლობის თემებზე დაწერა და მას მზად აქვს ახალი რომანიც, რომელიც სტალინის ჭაბუკობის წლებს ეძღვნება. პოეტმა ჩიქოვანმა კარგი ლექსები შექმნა თანამედროვე საბჭოთა თემებზე, ქართული საბჭოთა პოეზია გამდიდრდა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ დიადი სტალინისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, საბჭოთა მწერლები ბელადის სახეს, როგორც ყველა ჩვენი გამარჯვების სიმბოლოს ასხავენ ხოტბას. საუკეთესო სიმღერები და ლექსებია თავმოყრილი ახლახანს გამოცემულ წიგნებში. ქართული ლექსები და სიმღერები სტალინზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გიორგი ლეონიძის ახალი პოემა ბელადის ბავშვობა და ყრმობა, რომელიც დიდი პოეტური აღტაცებითაა დაწერილი. როგორც ნახეთ, ქართველ მწერალთა და პოეტთა დიდი უმრავლესობა, რომლებიც წარსულში ანტისაბჭოურად იყვნენ განწყობილნი, ამჟამად აქტიურად მუშაობენ საბჭოთა თემატიკებზე. პაოლო იაშვილმა კი უკვე დროა ჭკუა ისწავლოს.
ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავიანთ საქციელს, აგრეთვე გამსახურდია ჯავახიშვილი და კიდევ ზოგიერთები. საბჭოთა მწერალი პირველ რიგში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათადმი ქუხარეტაში დარბაზში. იცით, რომელ წელს ჩატარდა ეს ყრილობა? 1937 წელს. ერთი შეხედვით ადვილი გამოსაცნობია, ვინ შეისმინა ბერიას რჩევა და ვინ არა. თუმცა მე დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია. დაგვიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. ვერიკო სანდერძი. ამ ამბავში ვერიკო ანჯაფარიძე გავიხსენოთ. ჩვენი ლეგენდარული მსახიობი. აი, უკვე 50-ე ეპიზოდს გავცდით და არ გვიხსენებია. ეს კი ვერიკოს არ ეკადრება. სხვათა შორის მისი დაბადების თარიღი ზუსტად არ ვიცით. ოფიციალური ინფორმაციით, რაც მის საბუთებში ეწერა, ის 1900 წელს იყო დაბადებული. თუმცა ამ ფაქტს ეჭქვეშ აყენებს ერთი ეპიზოდი ნათელა ურუშაძის მონოგრაფიიდან, ვერიკო ანჯაფარიძე. სადაც ასეთ რამეს ვკითხულობთ. მე-20 საუკუნის შემობრძანება ქუთაისის ინტელიგენციამ საღორიას ტყეში აღნიშნა. სტუმართა შორის ბრძანდებოდა აკაკი წერეთელი. უეცრად გამოჩნდა პატარა გოგონა. აკაკიმ ხელში აიყვანა იგი და საყოველთაო დასტურითა და სიხარულით ახალი საუკუნის კეთილფერიად გამოაცხადა. შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მე-20 საუკუნეშიო. კარგად დაიმახსოვრე, უთქვამს მგოსანს. მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მართლაც თითქმის მთელი საუკუნე სწორედ ეს გოგონა იქნებოდა ქართული თეატრის ლეგენდა. ესე იგი რა გამოდის? 1900 წლის დადგომისას ვერიკო უკვე ლაპარაკობდა. შესაბამისად, ის ვერ დაიბადებოდა 1900 წელს. სხვათა შორის სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა დედის ნივთებს ალაგებდა, იპოვა ფოტო, სადაც ვერიკო ანჯაფარიძე მშობლებთან ერთად იყო ასახული. ფოტოზე კი წარწერა 1898 წელი. ვერიკო 2 წლის. რაც შეეხება მის ანდერძს, ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წელს გარდაიცვალა ინსულტით. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის დაკრძალვიდან 40 დღის შემდეგ, როდესაც სოფიკო დედის ნივთებს ალაგებდა, იპოვა კონვერტი, რომელსაც ნაცნობი კალიგრაფიით ეწერა სოფიკოს. ეს ვერიკოს ანდერძი აღმოჩნდა. თუმცა ამ ანდერძის შესრულება უკვე გვიანი იყო. თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას, წერდა ვერიკო ანჯაფარიძე. ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულ ერთია სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩენ. ეს კი მე არ დამიმსახურებია. ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. ჩემი სურვილია და დიდი ხანია მინდა ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. გვიან წაიკითხა სოფიკო მანდერძი. ის უკვე მთაწმინდაზე ესვენა. შემთხვევით დაწერილი სიმღერა. ეს უცნაური ამბავი რევაზ ლაღიძეს გადახდა. ლაღიძე ერთ საინტერესო კომპოზიციაზე მუშაობდა. თან ნასვამი ყოფილა და როგორც კი დაასრულა წერა, წავიდა დასაძინებლად. შემთხვევით ისე მოხდა, რომ შემდეგ რამდენიმე დღე სახლში არ ყოფილა. დაბრუნებულს კი ჰოი საოცრებავ კომპოზიცია მაგიდაზე აღარ დახვდა. ვერაფრით გაიხსენა, სად წაიღო და სად შეინახა. ძალიან გაბრაზებულა რევაზ ლაღიძე და აუტეხავს ერთი ამბავი. იქეთ მიდგა, აქეთ მოდგა, თუმცა ვერ იპოვა. იძულებული გახდა ხალხი დაეხმარა. მიშველეთ ხალხო, ძალიან კარგი სიმღერა დავწერე ნასვამმა და ვეღარ უპოულობო. რასაც ქვია, გადაანგრიეს სახლი, მაგრამ ვერსად იპოვეს. აქ უფრო გაცეცხლებულა ლაღიძე და უთქვამს, არაუშავს. ახალს მოვიფიქრებ და უფრო კარგ სიმღერას დავწერო. იმ დღესვე დაუწყია ახალ კომპოზიციაზე მუშაობა. როცა დაუმთავრებია, დაკვირვებია მაგიდას. ახსოვდა, რომ მაგიდა ადრე ყანყალებდა, მაგრამ ახლა აღარ. რაღაცა მყარად იდგა. დახედა და რას ხედავს? ერთ-ერთი ფეხის ქვემოდან მრავალჯერ გადაკეცილი ფურცელი აქვს შეყუდებული. მიხვდით ხო, რა ფურცელზეა საუბარი? კაცმა არ იცის, რაღა მაინც და მაინც ის ფურცელი შეუყუდა ნასვამა კომპოზიტორმა მაგიდას. თუმცა ამ ამბავში კარგი ისაა, რომ ერთის ნაცვლად ორი კარგი სიმღერა გვაქვს.
დღეისთვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ეს ძალიან გვეხმარება. მე მალე დაგიბრუნდებით არანაკლებ საინტერესო ქართული ამბებით დროებით.